გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი, რომელსაც უძღვები ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. Ზუსტად ამ დროიდან უკვე შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 557-88-55-88. დღეს ინტერაქტივი შეკითხვა ასეთი იქნება: რას ეტყოდით, რას უსურვებდით საქართველოს მომავალ კათოლიკოს პატრიარქს? დისკუსია არ წყდება იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იქნება საქართველოს მორიგი პატრიარქი, დიდი ალბათობით ეს იქნება მეუფე შიო, პატრიარქის მოსაყდრე, თუმცა მაინც ეს თემა დაკავშირებულია არაერთ დისკუსიასთან, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. ჩვენ დღეს ბუნებრივია ამ საკითხს არ შევეხებით თუ ვინ იქნება და როგორ და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი, თუმცა ზოგადად სურვილები ჩვენი სათქმელი მომავალი პატრიარქის მიმართ შეგვიძლია ამ ეთერიდან გავაჟღეროთ. საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლები და რადიო მსმენელები რას იტყვიან ამასთან დაკავშირებით. პატრიარქის დაკრძალვიდან 40 დღის შემდეგ სინოდის წევრები შეიკრიბებიან და ფარული კენჭისყრით აირჩევენ ახალ კათოლიკოს პატრიარქს. ეს იქნება დიდი ალბათობით შიო, მაგრამ ღვთის ნება ჩვენთვის წინასწარ უცნობია, ამიტომ ყველაფერია შესაძლებელი. დავაკვირდეთ უნდა მოვლენებს, ჩვენ კეთილი გულით, კეთილი სურვილებით ამ ეთერიდან შეგვიძლია მომავალ პატრიარქს ჩვენი სურვილებით მიუმართოთ, ჩვენი სათქმელი უთხრათ, ჩვენი რჩევები გნებავთ, რატომაც არა. ამ ტელევიზიას ბევრი სასულიერო პირიც უყურებს, არასასულიერო პირები გამოცდილი ხანში შესული ადამიანები თუ მათ შორის ახალგაზრდები და ყველა შეუძლია თავისი გულწრფელი სათქმელი უთხრას მომავალ პატრიარქს. რა გზით უნდა იაროს მან, რა უნდა გაითვალისწინოს თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს. ჩემთვის ბრწყინვალე მაგალითია ილია მეორე, რომელმაც თავისი ცხოვრებით ყველა შეაყვარა თავი და მომავალმა პატრიარქმა რომ გაიმეოროს ჩვენი უწმინდესის გზა, ეს იქნებოდა ყველაზე კარგი. ზარია, გისმენთ? გამარჯობა. მაქსიმალური ფორმა იქნება, რომ საქართველოში მიტები გაიყიდება და ჩაერთოთ მაქსიმალურად ამ თემასთან დაკავშირებით. დიახ. ასევე შავი ხალხი არავის არ ვაპრინებთ, მაგრამ შემოიყვანენ ამდენი რაოდენობით ამ შავ ხალხს და დაასახლებენ ამ საქართველოს მიწაზე. აი პირველი საზრუნავი და პირველი წყონა ეს იქნება. დიახ. რამდენად მისაღებია, რა ვიცი, განავცეთ თქვენ ეს თემა. დიდი მადლობა. აზრი არ არის. დიდი მადლობა, თქვენ საინტერესო რამ ბრძანეთ ნამდვილად. ერთ ქვეკითხვას დავამატებ, რა მიზნები უნდა დაისახოს მომავალმა პატრიარქმა თქვენი აზრით, რას ეტყოდით მას, რას უსურვებდით, რას ურჩევდით. ჩვენ არ ვსაუბრობთ ახლა ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, ამას სინოდი გადაწყვეტს, დაახლოებით 40 დღეში შეიკრიბებიან და იქნება იქ არჩევნები ფარული კენჭისყრა და ახალ პატრიარქს აირჩევენ. წინასწარ ჩვენ ვიცით ერთადერთი კანდიდატურის შესახებ ეს მეუფე შიოა. თქვენ რას უსურვებდით, რას ეტყოდით, რას ურჩევდით მომავალ კათოლიკოს პატრიარქს, ეს თემები გვაქვს ჩვენ გადაცემაში და კიდევ ერთი. ბოლო დღეებში, როგორც უკვე გითხარით, ცხარე დისკუსია მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელშიც იწერება, ტელეგადაცემები მზადდება, სხვადასხვა ექსპერტები, პოლიტიკოსები გამოდიან, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე ხელისუფლების მხრიდან და რაღაც შეფასებებს აკეთებენ, ვინ უნდა იყოს და ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. თქვენ რას ეტყოდით პოლიტიკოსებს, ორივე მხრიდან, ოპოზიციის და პოზიციის მხრიდან, რომლებიც თავიანთი განცხადებებით ერევიან ეკლესიის შიდა საქმეებში. რა იქნებოდა თქვენი მიმართვა პოლიტიკოსების მიმართ? პირდაპირ ეთერში ვართ, ხაზი თავისუფალია ამ წუთებში 557-88-95-88 მინიშნებას ვაძლევ მას, ვისაც დაკავშირება უნდა და არც ერთი ზარი არ ფიქსირდება ამ წამს, ხაზი აბსოლუტურად თავისუფალია, მაგრამ აი უკვე მანიშნებენ რომ შემოვიდა ზარი. გამარჯობა, გისმენთ? ილია, გამარჯობა, შვილო. დიახ. შეიძლება მოსაწონი არ იყოს რასაც ვიტყვი, მაგრამ უნდა ვთქვა. დიახ. ეს რა ქვია, მე ვუჩევდი მომავალ პატრიარქს, ვინც იქნება, რომ გაწმიდოს საღვთო უღირსი გველებისაგან, პირველ რიგში გააკეთოს და მოაწილოს, რომ რეპუტაცია სულ ახავს დანარჩენ საღვთო უღდებსაც. აი ამის თქმა მინდოდა, შვილო.
გასაგებია. მადლობა თქვენი სათქმელისთვის. რას ეტყოდით, რას უსურვებდით საქართველოს მომავალ კათალიკოს პატრიარქს? ეს არის დღეს ჩვენი თემა ინტერაქტივში. 557 98 88, ესეც ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. რას ეტყოდით აგრეთვე პოლიტიკოსებს? როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას, რომლებიც ძალიან ანგაჟირებულად ამ დღეების განმავლობაში ცდილობენ მიეკერონ, ან მიეწებონ, ან ჩაერიონ ეკლესიის შიდა საქმეებში და მომავალი პატრიარქის არჩევის საკითხში. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა ბატონო. გამარჯობა, მოგესალმებით. მომავალ პატრიარქს უსურვებდი გამძლეობას, ქნეობას, ისეთივე სიყვარული დაიმკვიდროს, როგორც ილია მეორემ დაიმკვიდრა ხალხში, დიახ. ხალხის პატივისცემა კონდეს და ძალიან უსურვებდი და ძალიან მინდა რომ არ იყოს ასეთი ლანძღვა და გინება და სუდი აი რა ლაპარაკია. ტელევიზორში გამოდიან ერთადობით. დიახ. ძალიან დიდ გამძლეობას უსურვებდა საქართველოსთვის იყვათოს და იქნებოდა და ქართველი ხალხი. დიდი მადლობა თქვენ ზარი. გამძლეობას უსურვებდა. გამძლეობას. მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. რას ეტყოდით, რას უსურვებდით საქართველოს მომავალ კათალიკოს პატრიარქს? ეს დღეს ჩვენი შეკითხვაა ინტერაქტივში. რა გზით გსურთ რომ ის მიდიოდეს? რა მიზნები გინდათ რომ დაისახოს? ყველაზე მთავარი მისი მიზნები რა უნდა იყოს? გარდა თქვათ სასულიერო ცხოვრებისა, პატრიარქი ვიცით რომ სხვა მრავალ სფეროშიც არის ჩართული და რა გინდათ რომ მისი მთავარი გეზი იყოს? ჩვენ არ ვსაუბრობთ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, ამას სინოდი გადაწყვეტს პატრიარქის დაკრძალვიდან 40 დღეში შეიკრიბებიან და ფარული კენჭისყრით გავიგებთ. ჩვენ ამ საკითხში არ ვერევით. ეკლესია თავად გადაწყვეტს, ჩვენ გვყავს ბრძენი მეუფეები, ანუ სინოდის წევრები, რომლებიც მიიღებენ დარწმუნებული ვარ ღირსეულ გადაწყვეტილებას, ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ღმერთის ნების გამომხატველი იქნება. პირდაპირ ეთერში ვართ, ახლაც ხაზი თავისუფალიაო მე მანიშნებენ 557 88 55 88. რა იქნება თქვენი სათქმელი? აგრეთვე რას ეტყოდით სინოდის წევრებს, რომლებმაც უნდა აირჩიონ მომავალი პატრიარქი? რა აზრს გაუზიარებდით, რას უსურვებდით, რას ურჩევდით, რატომაც არა რჩევა, კეთილი რჩევა ყოველთვის შეიძლება. ზარია ეთერში, გისმენთ? ტელევიზორს გამოურთეთ ხმა და დაიწყეთ. კარგით, დავემშვიდობოთ ზარის ავტორს, ტელევიზორის ხმა ბრუნდება და ეს წესი არ უნდა დავარღვიოთ. 557 88 88. მორიგი ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ, გაითიშა სამწუხაროდ. რას ეტყოდით, რას უსურვებდით საქართველოს მომავალ კათალიკოს პატრიარქს? ვინ იქნება ეს ჩვენ არ ვიცით, დიდი ალბათობით მეუფეშიო, მაგრამ ვინც იქნება, ვისაც სინოდი აირჩევს, მას რას ეტყოდით, რას უსურვებდით, რა რჩევას მისცემდით? ზარია, გისმენთ? ტელევიზორის ხმა ბრუნდება, ბოდიში უნდა გაგითიშოთ, ტელევიზორის ხმა ბრუნდება და ამ წესის დარღვევა არ შეიძლება უბრალოდ, იმიტომ რომ ხარვეზი იქნება, ბევრი მაყურებელი რეკავს და მათ ვაფერხებთ თუ ტელევიზორის ხმით შემოხვალთ ეთერში, ან რადიოს. 557 88 88. ჩვენ მაუწყებლობთ ტელევიზიით მთელ საქართველოში. რადიო სიხშირეზე FM 105.1 და ინტერნეტით აგრეთვე ჩვენი სოციალური ქსელები უნდა გამოიწეროთ ქართული ასოებით ობიექტივი. ზარია, გისმენთ? ობიექტივია. ეთერში ხართ, პირდაპირ ეთერში, გისმენთ? ალო. ჩემო ილია საყვარელო თუმთან ვარ. დიახ, ეთერში ხართ, გისმენთ? ჩემო ილია საყვარელო ვისურვებ და აუცილებლად გაიგოს ყველა ჩვენი პატრიარქის გეზი აღწევს. საქართველოს დამსვიანება, სოფლების აღორძინება, ერთი ქართველი მათხოვარი არ იყოს ეს საქმელება. დიახ, მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. რას ურჩევდით, რა გზით გსურთ რომ იაროს საქართველოს მომავალმა პატრიარქმა? ეს არის დღეს ჩვენი შეკითხვა. გარდა სულიერი გზისა, გარდა ეკლესიის აღორძინების გზის გაგრძელებისა, კიდევ რა მიზნები გსურთ რომ დაისახოს ერის საკეთილდღეოდ? თქვენი აზრით. გამარჯობა.
არა, ვერ მოგისმენთ ტელევიზორს უნდა ჩაუწიოთ ხმა ან რადიოს ან მოემზადოთ და აი ასე უნდა დაგვირეკოთ. მადლობა დიდი. მე წინა გადაცემაში ძალიან ვინერვიულე სიმართლე გითხრათ იმის გამო რომ მუდმივად შემოდიოდა ზარები, სადაც ტელევიზორის ან რადიოს ხმა იყო აწეული და გადავწყვიტე რომ ასეთი ზარი ყველა გაითიშება, როგორც კი ოდნავ მაინც ტელევიზორის ხმას მოვკრავთ ყურს ზარის შემოსვლის დროს. მაპატიეთ, არც წამყვანებმა უნდა ვინერვიულოთ და არც დანარჩენმა მაყურებლებმა ამ მიზეზის გამო. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით. იცი რა, არჩევნები ახლა ტარდება. ეს მაჩვენებელი მაგონებს მე საბჭოთა კავშირის არჩევნებს. ერთი იყო და იცოდო იმა. აშიო არჩეულია და დამნიშნულიცაა ყველაფერი და ფარსი ტარდება ყველა, მეტი არაფერი. ვაგი არჩევნები უკვე ტყვილი არჩევნები კიდო რაღაცა იტყვი ჩემო ბატონო არა უკაცრავად ძალიან დიდი ბოდიში ეკლესია ეს სხვა სტრუქტურაა იქ სხვა წესები მოქმედებს ეკლესიაში სინოდი ირჩევს კანდიდატებიდან ერთ-ერთს თუ არ არის სხვა კანდიდატი მაშინ იმ ერთ კანდიდატს ამტკიცებენ ეკლესიაში ეს ბუნებრივია. ეკლესიაში არ მოქმედებს ის დემოკრატიული კანონები, რომელიც დიახ. კეთილი, დიდი მადლობა. დაველოდოთ წინ დიდი დროა, დაახლოებით 36-37 დღე, ვიდრე შეიკრიბება სინოდი, შესაძლოა სხვა კანდიდატებიც იყოს, შესაძლოა არ იყოს. ჩვენ ნუ ჩავერევით ეკლესიის შიდა საქმეებში, ჩვენი რჩევა, ჩვენი თხოვნა, ჩვენი გულის ტკივილი გავუზიაროთ მომავალ პატრიარქს. ეს არის დღეს ჩვენი თემა. გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ხმამაღლა, თქვენ ეთერში ხართ. რა მაინტერესებს? აი ეხლა მეიქნება არჩევნები იულიას ადგილას. დიახ. ვისაც აირჩევენ, ვის უნდა მისიოს იულიას გზას. დიახ. თუ ზუსტად ის ვერ გააკეთებს, როგორც ჩვენ პატრიარქი აკეთებდა, ის განსხვავს მაინც. ეს ერთი. და მეორე, თავდაპირველად მინდა მოგახსენო. დიახ. არაერთი იქნება, არც საუბრობს საერთოდ ეკლესიის საქმეებში. არც ერთნაირად. ეკლესია როგორ იყოს დამოუკიდებელ. სამსახურის ყველაფერი. საგიმა დასრიადეს რა. გეთანხმებით, უღრმესი მადლობა. არც მთავრობას, არც ოპოზიციას არ აქვს უფლება, რომ ჩაერიოს ეკლესიის საქმეებში, რომ მიეწებნონ ახლა ამ თემას, მიეკერნონ, საკუთარი თავი დააკავშირონ ამ ყველაფერთან. ძალიან ცუდი პროცესები ვნახეთ ჩვენ ამ დღეებში, მე არ მინდა ამის თქმა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, ის ადამიანები, ვინც ამბობდნენ, რომ წმენა, სარწმუნოება, პატრიოტული სულისკვეთება, ეროვნული ღირებულებები საერთოდ არ ვიცით რა არისო. ისინი ცდილობდნენ და ცდილობენ ახლაც რომ თავი წარმოაჩინონ რაღაც ეკლესიის დამცველებად და მოდით გაჩუმდნენ რა ყველანი ოპოზიციაც და პოზიციაც ჯობია ნუ გააბრაზებენ ქართულ ხალხს როდესაც ასეთი დამძიმებულია ერი ახლა რას ეტყოდით რას უსურვებდით საქართველოს მომავალ კათოლიკოს პატრიარქს გისმენთ მოგესალმებით გამარჯობა ბატონო ილია მომავალ პატრიარქს უსურვებდი რომ მოსახლეობაში დაცესოს ის კულტურული სიყვარული რაც დაგვიტოვა ილია მეორემ და შეძლოს მთელი ერის გაერთიანება ეს იქნება ჩემი სურვილი გეთანხმებით დიდი მადლობა მეც ვიზიარებ თქვენს აი ამ ხედვას რომ ილია მეორის გზით უნდა იაროს ილია მეორე ყველას უყვარდა აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვენი მოსახლეობისა მათ შორის არა მართლმადიდებლებსაც უყვარდათ და პატივს სცემდნენ. და აი ასეთი გზა უნდა აირჩიოს ალბათ მომავალმა პატრიარქმა სიყვარულის, ყველას სიყვარულის გზა, არა ვთქვათ დაყოფის. მე ვინ ვარ ახლა რომ რამე დავარიგო მომავალ პატრიარქს, მაგრამ ჩემი აზრით ყველას მიმართ სიყვარულის გამომჩენი უნდა იყოს და ასეც იქნება დარწმუნებული ვარ. ზარია, გისმენთ? Ja. ეთერში ხართ, გისმენთ? რას ეტყვი და იმას რომ ჩემა იყო პატრიარქის სასიცადო არ განსხვავებინათ საქართველოს მიწები და არც ერთმა სასულიერო პირმა არ იყო ყურად
მარტო თქვენმა და თქვენმა ჯგუფმა, რომელმაც გამოიყვანა ხალხი გარეთ 30 ნოემბერს. ვისურვებდი, რომ ყველა მეუფეები გამოვიდნენ თავისი მრევლის გარეთ და არ გავასწრებთ ტერიტორია და არ დავუსმოთ ადგილი არაფერს საიმირონებს. დიახ. მე კიდე აფხაზეთის საკითხს გამოვაყენებდი. და შემნელა დამბრუნებდი ტერიტორიებს. დიახ. გამარჯვებები მეუფეებს შორის. დიახ, დიდი მადლობა, საინტერესო იყო რაც ბრძანეთ თქვენ ამ საკითხებზე, რაც ჩამოთვალეთ პატრიარქი გამუდმებით შრომობდა, იღწვოდა ამ თემებზე ყურადღებას ამახვილებდა, რაც შეეძლო აკეთებდა. მათ შორის დემოგრაფიულ ვითარებაზეც რაც საგანგაშო გვაქვს, პატრიარქმა გახსოვთ ხომ რა მოიფიქრა. ყოველი მესამე ბავშვი, რომელიც ოჯახში დაიბადებოდა, ნათლავდა პატრიარქი და ამან ძალიან დიდი შედეგი გამოიღო დემოგრაფიული კუთხით. ეს გზა დარწმუნებული ვარ მე, შინაგანი რწმენამ კარნახობს გაგრძელდება. ქართული მიწების დაცვის თემა, ეს აუცილებელი რამ არის, რაზეც მე ვთხოვდი მომავალ პატრიარქს, რომ გაამახვილოს ყურადღება. დიდი თავმდაბლობით ვთხოვდი ამას. ზარია, გამარჯობა. ილია, გამარჯობა. მოგესალმებით, ეთერში ხართ. მე გთხოვთ დაიცადოთ. Please wait. კარგით, გაითიშა როგორც ჩანს. პატრიარქის დაკრძალვიდან 40 დღის შემდეგ წმინდა სინოდის წევრები შეიკრიბებიან და ფარული კენჭისყრით აირჩევენ მომავალ კათალიკოს პატრიარქს. სინოდის წევრები ესენი არიან, როგორც მოგეხსენებათ, ეპისკოპოსები, მეუფეები. და რას ეტყოდით მათ? აგრეთვე მეუფეებსაც რას ეტყოდით სინოდის წევრებს? ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა, ჩემო გამარჯობა. მოგესალმებით. მოგიკითხავთ სიყვარულით რა თქმა უნდა. თქვენც ასევე მოგიკითხავთ. გენაცვალე ილია, დღეს არის გმირობისა და მაშკაცობის დრო, აღარ არის მლიქნელობის, ფარისევლობის და სხვადასხვა რაღაცისთვის გამიზნული ქმედება. მე ვფიქრობ იმას, რომ თავარია ადამიანმა გაბედოს, სიმართლე გაბედოს და ამ სიმართლის გზით ატაროს ქვეყანა. ეს არის თავარი და მე ვფიქრობ, ვინც გამბედავია, ვინც ვაშკაცია და ვაშკაცურად შეუძლია, რომ ქვეყანას მისცეს გასაქანი და გეზი მისცეს ქვეყანას, აი იმას გაუმარჯოს მართლა მე ამას ვიტყვი და მადლობა იმათ, ვინც გაბედულია და ვაშკაცია. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ რომ დარეკეთ. პირდაპირ ეთერში ინტერაქტივია. ჩვენ ვიღებთ თქვენ სატელეფონო ზარებს ტელერადიო ეთერში, რას ეტყოდით, რას ურჩევდით საქართველოს მომავალ კათალიკოს პატრიარქს. გისმენთ, ეთერში ხართ? შეიძლება? ეთერში ხართ, დაიწყეთ საუბარი. ეკლესია მეტად ჩაერიოს და პატრიარქი მიწების გასხვისებაში, აი ნომერ პირველი ეს იყოს თან მუსლიმანებზე და არაბებზე. აი ეს დააყენოთ ეს საკითხი პირველი. გასაგებია თქვენი სათქმელი, რა გზა უნდა გაიაროს, რა არის ის მიზნები, რომელიც უნდა დაისახოს თქვენი აზრით მომავალმა პატრიარქმა, ჩვენ ბუნებრივია ამ ეთერში დიდი პატივისცემით, დიდი თავმდაბლობითა და სიყვარულით ვაჟღერებთ ამ ჩვენ სათქმელს მომავალი პატრიარქის მიმართ. რას ეტყოდით, რას ურჩევდით, რას უსურვებდით საქართველოს მომავალ კათალიკოს პატრიარქს, ვინც იქნება? ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. მაგრამ კანდიდატები ვინც იქნებიან? დიახ. ორი ადამიანი ასადი. ჩემი სურვილი იქნება, რომ ერთი თვე დაახლოებით წავიდნენ მონასტერში. დაუჩათენ დეზობენ ეპარქიაში თავისაში ასავიდნენ. და ბერულ ცხოვრებაში რაღაცა გაუზიარებენ აზრებს. ნამდვილი საფრთხება რა არის, ქრისტეს არის. მადლობა თქვენს არისთვის. როგორც ღმერთი ინებებს, ისე იქნება დარწმუნებული ვარ ყველაფერი, მე მჯერა ამის. ასევე უსურვებდი ჩვენს მეუფეებს, რომლებიც ბერები არიან, სინოდის წევრები ანუ, რომ ღვთის ნების შესაბამისად იმოქმედონ, აი ამას უსურვებდი და ამას ვეტყოდი და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. რას ეტყოდით თქვენ, ჩვენი მაყურებლები და რადიო მსმენელები პოლიტიკოსებს? ძალიან ცხარე დისკუსია ამ დღეებში. სოციალური ქსელებით, ტელევიზიებით გადაცემები მზადდება, ჩხუბი, დაპირისპირება, შეურაცხყოფაც კი ისმის.
ჩვენ ამ თემებს შეგნებულად ვერიდებით დღეს და ვეუბნებით პოლიტიკოსებს და ვურჩევთ, რომ თავი შეიკავონ, ყველამ თავი შეიკავოს ასეთი დაპირისპირების შეტანისგან და შემოტანისგან. ვაცალოთ ჩვენს ძვირფას მეუფეებს, რომ გააკეთონ არჩევანი დაახლოებით 36-37 დღეში იქნება სინოდის ხდომა, ანუ 40 დღეში პატრიარქის დაკრძალვიდან, სადაც ახალი კათოლიკოს პატრიარქი უნდა აირჩიონ. რას ეტყოდით მომავალ პატრიარქს? გისმენთ? მოგესალმებით. გამარჯობა. ძალიან ბევრი პრობლემებია. ხმა მაღლა ქალბატონო, ბუნდოვნად ისმის. ძალიან ბევრი პრობლემებია ჩვენი სამშობლოს წინაშე. შეთანხმებით. ეს მართლა წინა ქალბატონმა დაგვინა. არაბი ასეთი მიწებზე მიწების არაბების დანაშაულია. მე საქმარ ფაქტირი ჩვენი ემიგრანტები უნდა დაბრუნდეს სამშობლოში. დიახ. პრობლემა. დიახ. ძალიან დავით გარეთი პუნჯაბი ძალიან ბევრი პრობლემა. ეს გამრავლება. დიახ. რომელიც დააწყდა მადლობა თქვენ ზარისთვის. პირდაპირ ეთერში ინტერაქტივია, რას ეტყოდით, რას უსურვებდით საქართველოს მომავალ კათოლიკოს პატრიარქს. ეს არის დღეს ჩვენი გადაცემის შეკითხვა ნომერზე 55588 დაკავშირება შეგიძლიათ როგორც ტელემაყურებლებს, ასევე რადიო მსმენელებს. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა ილია. გამარჯობა. მე ვუსურვებდი მომავალ პატრიარქს, რომ გააგრძელოს ჩვენი საყვარელი პატრიარქის გზა. იქნებ როგორმე დავიბრუნოთ მისას გაყიდული გარეჯის მონასტერი. ეგეც ეს მიშა გამოდგა ორჯონიკიძეზე უარესი, კაც ორჯონიკიძე საინგილი ვაჩუქა აზერბაიჯანს და მიშა კიდე ეს წმინდა ადგილი ჩვენი გარეჯი კაც. აი მას უსურვებთ, რომ იქნებ როგორმე დაიბრუნოს და დავიბრუნოთ ეს გარეჯი და გააგრძელოს ილია მეორის გზა. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. საინტერესო რამ ბრძანეთ, რომ ამ კუთხით ბევრი აქტივობა, მუშაობაა საჭირო. თქვენ სააკაშვილი ახსენეთ და რაც სააკაშვილის დროს დაიწყო, თქვათ გარეჯის გაყიდვის და გასხვისების და დათმობის გზა, ეს დღევანდელმა ხელისუფლებამ ბოლომდე მიიყვანა, ასე რომ ჩვენ პოლიტიკოსების იმედი დიდად არ უნდა გქონდეს ალბათ. ყველა პოლიტიკოს არ გულისხმობ, კარგებიც ყავს რა საკვირველია. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მომავალი პატრიარქი ამაზე დიდ აქცენტს გააკეთებს ნამდვილად. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ეხლა რაც შეეხება საპატრიარქოში მომავალ აქცენტებს, რა თქმა უნდა ეს ჩატარდება და ფიქრობ, რომ მიიღებენ ორ გადაწყვეტილებას და უნდა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომ ანტიქრისტეს დაეთხაროს თვალები. ისეთი პატრიარქი უნდა გვყავდეს, რა თქმა უნდა და იმედი მაქვს, რომ ასე გვეყოლება, იმიტომ რომ ჩვენი საპატრიარქო არის ჩვენი საყრდენი, ჩვენი სარწმუნოების საყრდენი, ჩვენი მართლმადიდებლობის საყრდენი. რა თქმა უნდა, არის პოზიციაც, ოპოზიციაც, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ყველამ უნდა მიიღოს საღიაზროვნების მიხედვით გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი ეკლესია და მე არ ვიცი ეკლესიას რამდენად მიუწვდება ხელი, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ სკოლაში შევიდეს ბიბლიური სწავლება რაღაც ისეთი სახით, რომ ჩვენი ბავშვები აღიზარდნონ უფრო კარგები და ღვთისმოყვარულები და იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, მე ასე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, საპატრიარქო არასოდეს არ ჩაერევა პოლიტიკურ საკითხებში, მაგრამ უნდა ჩაერიოს ჩვენი სამშობლოს საკითხებში. სამშობლო არის არა მარტო ჩემი სამშობლოს გარეშე ვერ საპატრიარქო იარსებებს, სამშობლოს გარეშე ვერ ხელისუფლება ვერ იარსებებს. ვერავინ ვერ იარსებობს სამშობლოს გარეშე, თუ სამშობლო არ იქნება და ჩვენ თუ ჩვენ სარწმუნოებას დავკარგავთ და თუ უღირსი ხალხი გვაჯობებს, ამ შემთხვევაში ჩვენ დავიკარგებით.
აღარ მინდა ეხლა ყველაფერი დავაკონკრეტო, მე მგონი დიდი მადლობა, საინტერესოდ ისაუბრეთ, ძალიან მადლობთ კიდევ ერთხელ. ღმერთი სამშობლო ადამიანი. ეს სიტყვები გაგვიტოვა ილია მეორემ. რა თქმა უნდა, ეკლესიას აქვს უფლება სამშობლოს საკეთილდღეო საქმეებში ჩაერიოს და იმოქმედოს ამ თვალსაზრისით. ამაზე არავინ არ საუბრობს. ერთადერთი რაზეც ცხარე დისკუსია ხოლმე, რომ პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს ეკლესია და პირიქით პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს ეკლესიის საქმეებში და აქ მე მგონი ყველანი თანხმდებით, მაგრამ სამშობლოს საქმეებში აუცილებლად უნდა ჩაერიოს ყველა ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე. 557 88 55 88. რას ეტყოდით, რას უსურვებდით საქართველოს მომავალ კათალიკოს პატრიარქს? ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, მაგრამ ვისაც სინოდი აირჩევს, მას რას ეტყოდით, რას უსურვებდით, რას ურჩევდით, რა გზით და რა მიზნებით გსურთ, რომ მან იაროს? ეს არის დღეს ჩვენი კითხვა. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით, დიახ. თუნდაც პატრიარქმა ორი სიტყვი დაიბარა. მე მგონი მეტი კარგად და უკეთესად ვერავინ ვერ ვიცი. საქართველოს მიყვარხა თუ ამას გაითავისეს ნებისმიერი პატრიარქი იქნება თუ დაბალი რანგის სასულიერო პირი, მაშინ საქართველოს არაფერი უჭირს და არ ჩვენ არაფერი გაგვიჭირდება. დიახ. მადლობა თქვენ ზარისთვის. საინტერესო იყო რაც ბრძანეთ. კიდევ ერთხელ მადლობა. ბოლო დღეებში არ წყდება დისკუსია. დისკუსია ძალიან მსუბუქი ნათქვამია, მოდით სიმართლე გავაჟღეროთ, დაპირისპირება პოლიტიკოსებში და ექსპერტთა ნაწილში ანალიტიკოსებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს, ზოგი პოლიტიკოსია, ზოგი ვინ არის და ზოგი ვინ, რაღაცნაირად ერთმანეთს უტევენ იმის გამო თუ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. რას ეტყოდით ამ პოლიტიკოსებს და ასეთ ვითომ ექსპერტებს და ასეთ ვითომ თეოლოგებს, რომლებიც აგრესიით არიან გამორჩეული ამ ბოლო დროს. ხომ არ ჯობს, რომ ეკლესიის საქმეებში ჩარევა ყველამ შეწყვიტოს და ყველამ დაანებოს თავი ამ აგრესიას და ამ დაცინვას და ამ რიტორიკას, რაც სახეზე გვაქვს ბოლო დღეებში. დისკუსია კი არა, ამას უკვე დაპირისპირება ქვია, რაც ჩანს ტელევიზიით და სოციალური ქსელებით. ზარია ეთერში, გისმენთ? მოგესალმებით, ილია ჩვილო. მოგესალმებით. პოლიტიკოსებს არაფერი არ ეხება ეკლესიასთან. ეკლესია გამოყოფილია იმიდან, მთავრობისგან თუ რა ვიცი რა ჯანმრთელობა. ხოდა ვისაც აირჩევენ სემოსიმო პატრიარქად, იმან უნდა გააგრძელოს ეფრემ მეორის, ილია მეორის, კალისტრატეს ინსაცეს გზა, უნდა უყვარდეს ერთმანეთს და თავის ქვეყანას და თავისიერი ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ელშმარიტებას და სიმართლეს და ღმერთს. მადლობა თქვენ ზარისთვის. მადლობა რომ ასეთი საინტერესო ზარი იყო და ასეთი საინტერესო რამ ბრძანეთ. 557 88 45 88. პირდაპირ ეთერში ვართ, ეს ინტერაქტივია და მორიგის არის ავტორს უსმენთ ეთერში. გისმენთ? გამარჯობა ილია ბატონო. გამარჯობა ჩემო ბატონო. ისიც რა არის აი ეს საპატრიარქო ეკლესია სინოდი ხო ის თავიანთი საქმე სასულიერო საქმეს აკეთებენ ხალხის საკეთილდღეო და რატო უყვართ აი ეს მთავრობის პარლამენტის წევრები და კიდაც ქალაქის მერი აი ესეთი სპეკულაციები თითქოს და პატრიარქი პატარა ადამიანი ყოფილიყო გაიგე და იქ ხალხი იყო მოსულიო უამრავიო ჩვენი ამომრჩევლები არიანო აი ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს როგორ შეიძლება ამის თქმა დიახ ხო და მაშინ მე არ დამიკვირდება უпроსტորეთ რომ ჩაერიოს ყობახიძეები და ზანი მისნი რომ
რაღაც არა ჯანსაღად ჩატარდეს ეგ ისე. ამ ვინმის დია გაჩეჩინარდეს მაგის უფლება რომ გამოდის თავის ტელევიზიით და მოუწოდეს ყველას ვინც ის დამავშიოს მითხა ხმას არ მისდევს მოღალატე არისო. ამისი რაღაც არა ჯანსაღი არა სასული ანუ ღმერთის ხელი არ ურევია ამ საქმეში მე ესე ვათქვი. მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა ამ განცხადებებში ამას გულისხმობთ ხომ? მესმის ყველას გვაღიზიანებს მოდით ვთქვათ ასეთი გამოსვლები და განცხადებები. გინდათ ეს იყოს ხელისუფლების მომხრეების, გინდათ ეს იყოს თავად ხელისუფლების თუ გნებავთ ეს იყოს ოპოზიცია და ოპოზიციასთან ასოცირებული პირების. აი ასეთი აგრესიული ჩარევები, აი ასეთი აგრესიული განცხადებები არავის არ მოსწონს და ყველას აღეზიანებს. ახლა ის დროა შვიდად, წყნარად, ყველამ თავისი საქმე აკეთოს და ეკლესიას აცალონ გლოვა და აცალონ თელს ქვეყანას გლოვა და შემდეგი მორიგი პატრიარქის მომავალი კათალიკოსის ასარჩევად მისცენ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა შვიდად და წყნარად დაფიქრდნენ, გაიაზრონ, გაანალიზონ და არა აი ამ რაღაც დაძაბულობაში, რასაც ხელოვნურად ქმნიან ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებით. ზარია, რას ეტყოდით, რას უსურვებდით საქართველოს მომავალ პატრიარქს? მოგესალმებით. ღმერთამშვიდობა მოხდიდა. თქვენც ასე. მე მგონი ხაზება ხო? ეთერში ხართ, დიახ, ეთერში ხართ. დიდეთოვე შემოთავაზ ყველაზე მეტად ჯობია რომ ერთმანეთს მოვეწეროთ. იმიტომ რომ აღარ არის საქართველოში დაფშა ძალიან ცოტანები ვართ შემოსიფასობა. ეხა მათაც სიყვარული თუ გადაგვაჩერდა, ეკლესია გადაგვაჩერდა, ერთმანეთის მოფერება გადაგვაჩერდა. აღარ ვარ იმანეცა თქვა. იმანესი შეიძლება რაღაცა ცოტა ლაპარაკში ეშლება ადამიანებს, მაგრამ ნუ ჩავენცი დამყოლაფეში და ნუ დავყოთ ერთმანეთს ილია მეორე მეისუს ვენაცვალე ყველამ ვიტირეთ, ყველამ ვიგლობეთ, ყველა მე პირადად ახლა ამ ხნის ხალბატონი ვარ და ლოგინას გავარდი. მაგრამ ჯანმრთელობას გესურვებთ. გაიხარე, შემოგელე, გაიხარე. მოვეფეროთ ერთმანეთს და ჩვენც მოვეფერები და ჩვენ თუ გავძლიერდებით, ეკლესიაც გაძლიერდება, ხალხიც გაძლიერდება, ჩვენ ქვეყანასაც ეშველება გაკეთება. დიდი მადლობა. მადლობა, ვიზიარე. მადლობა. მეც ვიზიარებ ამას, რომ ყველამ დაანებოს თავი რაღაც ანგაჟირებული გამოსვლებისგან თავი შეიკავონ და აი ამ სიყვარულისკენ იყოს ყველა ნაბიჯი. რა მიზნებით, რა მთავარი გზით უნდა იაროს თქვენი ხედვით მომავალმა პატრიარქმა? რას უსურვებდით მას? რას ეტყოდით? რას ურჩევდით, გნებავთ? კეთილი გულით. 5-5-7-88-45-98 40 დღეზე ნაკლები რჩება სინოდის შეკრებამდე. ფარული კენჭისხრით მოხდება მომავალი პატრიარქის არჩევა. ამასთან დაკავშირებით ბევრი სხვადასხვა შეხედულება და პოზიცია ისმის როგორც ტელევიზიით, ასევე სოციალური ქსელებით, ამიტომ ჩვენ ამ საკითხს არ ვეხებით, ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, დიდი ალბათობით ეს მეუფეშიო იქნება, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს სინოდის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ და რას ეტყოდით თქვენ მომავალ პატრიარქს? რას ურჩევდით, რას უსურვებდით? ეს არის დღეს ჩვენი შეკითხვა ინტერაქტივში. 5-5-7-88-45-98 ახლაც თავისუფალია ხაზი მანიშნებენ, ასე რომ შეგიძლიათ დარეკოთ და აი უკვე ზარია. გისმენთ? გამარჯობა. კარგით, უნდა გავთიშოთ ეს ზარი. მე კიდევ ერთხელ გთხოვთ, ტელევიზორს ბოლომდე თუ არ გამოურთავთ ხმას, ეთერში ვერ ჩაგრთავთ. ვერც ერთ შემთხვევაში. მორიგი ზარია, გისმენთ? აქაც ტელევიზორის ხმა ბრუნდება, გავთიშოთ სასწრაფოდ, არ მივიღებ არც ერთ ზარს, სადაც ოდნავ მაინც გაისმება ტელევიზორის ხმა. თუ ეთერში შემოსვლა გნებავთ, დიდი პატივისცემით გეუბნებით, ტელევიზორს ხმა უნდა გამოურთოთ. სხვა შემთხვევაში არ მივიღებთ არც ერთ ზარს. კვლავ მაყურებელი თუ რადიო მსმენელია?
გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. ვაცნავად, აი შეკითხვა მაქვს თუ თქვენ მომავალი შეგიძლიათ რომ პასუხი გამცეთ. ვალდებულები არიან რომ აირჩიონ რახან მესაკუთრებით დაასახელა? მემკვიდრეობით გადადის ეგ თუ? არა, ვალდებული არ არიან მეუფე შიო აირჩიონ. თუ სხვა კანდიდატებიც იქნება, თავისუფლად შეუძლიათ სინოდის წევრებს სხვა პიროვნება აირჩიონ. ხო და მე მგონი რომ ეგ არის სამართლიანი. ხო ეგრეა რომ მემკვიდრეობით არ უნდა გადადიოდეს, ანუ არც გადადის მემკვიდრეობით, არ გადადის. ხო და ეგრე უნდა იყოს აირჩევენ ჩემი აზრით სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს. კი ბატონო, გასაგებია. დიდი მადლობა. პატრიარქმა უბრალოდ თავისი სურვილი დატოვა, მოსაყდრედ დანიშნა მეუფე შიო. სინოდს კი შეუძლია სხვა კანდიდატიც აირჩიოს. მე არ ვამბობ რომ ახლა ეს ასე უნდა იყოს, მე უბრალოდ კითხვაზე პასუხობთ, მეტი არაფერი. ვინ იქნება, ვის აირჩევს სინოდი, ეს იქნება მეუფე შიო თუ სხვა, ამას დავინახავთ დაახლოებით 35-34 დღეში. უпроსტოდ 27 დღეში ეს. ზარია გისმენთ? ალო. ეთერში ხართ, გისმენთ? კაი გადაცემა ყველაფერი. მადლობა. ჩემო ილია. დიდი მადლობა. გესმით ხო? კი, გვესმის. ყველაფერი დიდი მადლობა. მადლობთ. მაგრამ ამ გაჭირვებული ხალხის კეთილდღეობისთვის რო იზრუნებს ისეთი პატრიარქი მინდა მე. დიახ. დიდი მადლობა. გაიხარე და სულ ბედნიერად იყავ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. მადლობა. სწორედ ასეთი პატრიარქი გვეყოლება ჩვენ მე დარწმუნებული ვარ, ვინც ადამიანების პრობლემებზე იფიქრებს, იზრუნებს და ეხმარება. ასეთი იყო ილია მეორე. მისი საქმიანობის მხოლოდ 1% ვიცით ჩვენ. დანარჩენ სიკეთეს ამასაც შემთხვევით გებულობდით, თორე აფიშირებას არ აკეთებდა თავისი სიკეთის. რამდენ ადამიანს ეხმარებოდა და შველოდა. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა ილია. გამარჯობა. აი მე ვფიქრობ რომ მემკვიდრე არ არის, ისე მეუფრესია. მეუფრესია არის, აი ნოუზაფისები აზმისილი, აზმისილი იმედიცინები. მაგრამ უცნება აკრო თარისით და ასაკები აიციო. მე ასე ვფიქრობ და ერთი ვიყოდი. აი მეუფე შიო და აი ანანია გაფარჯეროა. აი მე სამ კანდიდატია. ორი იქნება მეუფე ნიობი და აი ესენი არა მე ასე ვფიქრობ, აი ისინი დაიყვანენ. კარგით, ეს მადლობა, ერთი წუთით. ეს ჩვენი საქმე გავიგე. ეს ჩვენი საქმე ნაკლებად არის თავად მეუფეები, ანუ სინოდის წევრები თავად დაასახელებენ თუ ეს საჭიროდ ჩათვალეს კანდიდატს, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, თქვენ რას ეტყოდით, რას უსურვებდით მომავალ პატრიარქს? ეს კითხვა გვაქვს. მე უსურვებდი რომ როგორც აი ილია მეორე იყო პატრიარქი და რატომ სიყვარულზე ვისადაგებდა სადაბლობაზე კიდე მიტევებაზე აი ესეთი უნდა იყოს პატრიარქი როგორც ილია მეორე იყო და ამას უსურვებდი ვიცამ რომ ყოფილიყო მე უცნებ არამა დავასახელე მე უცემი აზრია ეს სუბიექტური ობიექტი როგორც კიდეა მადლობთ და აი ეს არის ჩემი აზრი და დავაფიქსირე მადლობა თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის 557-88-55 რას ეტყოდით და რას უსურვებდით საქართველოს მომავალ კათოლიკოს პატრიარქს რა იქნება თქვენი რჩევა მისადმი აგრეთვე ზარია გისმენთ გამარჯობა გამარჯობა მე მინდა მომავალ პატრიარქს მინდა უთხრა რომ შინობა კონდეს ესეთი და მეორე მინდა რომ მომავალ პატრიარქს აი პოლიტიკაში ნაკლებად კონდეს სოლა. ძო მეტი არაფერი. და ხალხის ზრუნვაში იყოს და ხალხის ინტერესები რომ გაატაროს. პოლიტიკურად კი არა. აი ეკლესიურად. კი ბატონო, დიდი მადლობა გეთანხმებით მეც ამაში 557-88-55 რას ეტყოდით და რას უსურვებდით საქართველოს მომავალ კათოლიკოს პატრიარქს. ჩვენ შეგნებულად არ ვსაუბრობთ იმაზე, ვინ იქნება, რა არჩევანს გააკეთებენ სინოდის წევრები, არა, ჩვენ ვინცაც სინოდი აირჩევს ახალ პატრიარქს, ანუ
რას უსურვებდით, რას ურჩევდით და რას ვეტყოდით, ამაზე გვაქვს გადაცემა. არ გვინდა შეგნებულად ავყვეთ იმ დაპირისპირებას, რაც ამ დღეებში ისედაც ყველამ ნახა, გინდათ ტელევიზიით, გინდათ სოციალური ქსელებით. ჩვენ უფრო სხვა მიმართულებას ვირჩევთ დღევანდელ გადაცემაში. ზარია, მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. ეხლა მე თვითონ შემიძლია ვთქვა, ეს არის რომ ჩვენ ქართველები აი ამ ბოლო პერიოდში და საერთოდაც მოვდივართ ასეთი ცხოვრები. იმდენი გაცილება გვაქვს მანახი. იმდენი დასაცდელები თითქმის ადამიანი არ მოიპოვება რომ იმას არ მისმოდეს ვინ მისი გამკეთებელია ვინ ხალხი უყვარს ვინ ფიქრობს ჩვენ აი ესე შორიდან ვუყურებთ გინდათ ტელევიზიით გინდათ აი ესე საქმით ყველას ეს ადვილი დასანახია ვერავინ ვერაფერს ვერ გამოაყარებს უკვე ქართველ ხალხს ეს ჩანს ზუსტად მილიას ჩვენი პატრიარქის დასაფლავებაზე და თუნდაც პანაშტიკებზე ამდენი ხალხი რომ მოვიდა იცოდნენ მილია როგორი იყო და რა ადამიანი იყო ამიტომ იმას ვიტყოდი რომ თვალმაქცი არ იყოს ჩვენი პატრიარქი უყვარდეს ნამდვილად ადამიანები უყვარდეს თავისი სამშობლო და საერთოდაც ეს ტელევიზიები აი ზედმეტად ვინც რაც ლაპარაკობს ეს უკვე ხალხმა ყველა ვიცის სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებს ვერავინ თუ აქედან ჩვენ ნამდვილი გულწრფელი სიმართლე არ მოვისმინეთ ტელევიზიიდან და საერთოდ საქმეა ყველაფერი რატო ლაპარაკი ჩვენ არაფერს არ ვიცით თვითონ ადამიანი გვაკისრია ვიყოთ ჩვენი საქმის შემსრულებლები სიტყვა შეიძლება შეიძლება თქვა და აკეთოს საქმე ადამიანებთან რა ვიცი აბა მე ეს ჩემი აზრი ჩვენ უყარდო და ვიცი ადამიანების აზრი ძალიან ბევრი ყველა მიწის ვინ რას აკეთებს რა თქმა უნდა აქედან ვერავის ვერ მოატყუებენ ვერავის ამიტომ ხან მაგწობა მადლობთ გავიგეთ ყველაფერი გავიგეთ თავიდან ნუ გავიმეორებთ უბრალოდ ერთხელ უკვე ბრძანეთ და გასაგებია სრულებით მადლობა კიდევ ერთხელ რომ დაგვიკავშირდით საერთოდ ყველა ტელევიზია რომ გაითიშოს ერთ დღეს საქართველოში და ყველა საინფორმაციო საშუალება გაქრეს გაზეთები, რადიო, სოციალური მედია მაინც არ დარჩება ქართველი ხალხი ინფორმირების გარეშე და სწორი ინფორმაციის გარეშე და სწორი ანალიზის გარეშე ძალიან კარგად იცის მართლაც ყველაფერი და გეთანხმებით ამაში ჩემო ქალბატონო მორიგი ზარია ეთერში გისმენთ გამარჯობა მაგერ ხას ჩაუწიო კი ბატონო აი ეს აუცილებელია ხო დიახ რასონაკეთ თქვენ როგორ დაშვეთ კი რას უსურვებდით რას ურჩევდით და რა მიზნებით გინდათ რომ დაისახოს ქრისტეს ემსახურება ქრისტეს თავის დიახ აი ეს არის თავარი ეს არის თავარი და დანარჩენი თავისით მოვა რა ვიცი მე შედა კი დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ ეს უმთავრესი და უპირველესია ეს რა თქმა უნდა არის მთავარი რომ ღმერთს უნდა ემსახუროს და ასეც იქნება ამაში ახლა ეჭვი არავის არ გვეპარება ჩვენ უფრო საერო თემებისკენ მივდივართ რომ აი ბევრი რაღაც გვაწუხებს ბევრი პრობლემა გვაქვს და რა მიზნები უნდა დაისახოს ჩვენმა მომავალმა პატრიარქმა რომ ეს ბევრი ჩვენი ტკივილი და პრობლემა რაღაცნაირად გადაიჭრას ხომ ესეც გვინდა რომ იყოს გარდა სასულიერო გზის და ცხოვრებისა მისთვის პრიორიტეტი ზარია ეთერში გისმენთ? მოგესალმებით ბატონო. გამარჯობა, დიახ. ნუ პატრიარქს რა სურებ. უბრალოდ ვერცხლზად მაგრად უყვარდეს თავის სამშობლო პირველ რიგში. და მეორე რა მინდა თქვენ რომ დაპირისპირება, ამ დაპირისპირებას ხედავთ ვინც ქმნის რომ არც ერთი საზოგადო მოღვაწე არ ჩანდა. მისასამზიმირებლად და მის გასვენებაზე ჩანდნენ მხოლოდ ეს ჩვენი პოლიტიკოსები თითქოს და მაგარი გულშემატკივრები როგორც თვითონ მოძღვრავენ ხალხს აი ეს არის ჩვენი უბედურება
კარგი იქნება რომ არ ჩაერიონ პატრიარქის არჩევნაში. არ ჩაერიონ, ხომ? არ ჩაერიონო ამას. არ ჩაერიონ. ხომ, აი გეთანხმებით, დიდი მადლობა თქვენს არისთვის. ამ დღეებში ჩვენ ხედავდით, რა თქმა უნდა, მთავრობის წევრებს, რომლებიც გნებავთ სამების ტაძარში დაკრძალვის დღე, წინა დღეებში და დაკრძალვის დღეს იყვნენ. შემდეგ გუშინა ეს იონის ტაძრის კადრებს ხედავთ ახლა, სადაც პატრიარქია დასვენებული, პროფესორ დაკრძალული და სად დაინახავდით იქ ან საზოგადო მოღვაწეს ან ვინმეს მთავრობისთვის იყო მხოლოდ გზა გახსნილი და სასულიერო პირებისთვის მეტი არავინ არ იყო იქ, ასე ვთქვათ. რაც შეეხება ბევრ ცნობილ ადამიანს, ბევრ ისეთ პოლიტიკოსს, ვინც თავმდაბლად ჩადგა იმ რიგში, 6 საათი, 8 საათი რიგში იდგნენ და მივიდნენ პატრიარქს ჩუმად თავმდაბლად მიაგეს პატევი და გამომბრუნდნენ, ასეთებიც ბევრი იყო. კამერაში გამოსაჩინად იქ არ მისულან. აი დავით თარხანმოურავი და ირმა ინაშვილი, არ ვიცი ახლა მათ მოეწონებათ თუ არა ამას რომ ეთერში ვამბობ, 6 თუ 7 საათის განმავლობაში იდგნენ ხალხთან ერთად ამ უზარმაზარ რიგში, მივიდნენ ჩუმად, ყოველგვარი კამერების გადაღების გარეშე, პატივი მიაგეს პატრიარქს და გამომბრუნდნენ უკან. და აი ასე იყო ბევრი ქართველი, ბევრი ცნობილი თუ უცნობი მოქალაქე ჩვენი ქვეყნისა. კამერებთან არავინ არ გამოჩენილა, იქ მხოლოდ მთავრობა და სასულიერო პირები იყვნენ. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობა. ჩვენ პატრიარქს უსურვებდი, ხალხი უყვარდეს და ხალხი აფასებდეს. კი ბატონო, მადლობა თქვენ ზარისთვის. გასაგებია რაც ბრძანეთ. 5-5-7 88 45-88 40 დღეში პატრიარქის დაკრძალვიდან იკრიბება წმინდა სინოდი, რომლებიც ფარული კენჭისყრით აირჩევენ მომავალ პატრიარქს. რას ეტყოდით მას, ვინც დაიმსახურებს, ასე ვთქვათ, სინოდის წევრთა ნახევარზე მეტის თანადგომას. რას ეტყოდით, ანუ საქართველოს მომავალ კათოლიკოს პატრიარქს და რას უსურვებდით მას? ეს კითხვა ავირჩიეთ დღეს ჩვენს გადაცემაში, ასე რომ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და ბრძანოთ თქვენი სათქმელი. პირდაპირ ეთერია, როგორც რადიოსი ხშირეზე ვმაუწყებლობთ, ასევე ტელევიზიით, მთელ საქართველოს წვდება ჩვენი გადაცემები, ყველა შეგიძლიათ დარეკოთ თავისუფლად. ღია და პირდაპირი გადაცემაა და ერთადერთი ინტერაქტიული ტელევიზია შეიძლება ღიად ითქვას ობიექტივი მთელ საქართველოში, სადაც თითქმის ყველა გადაცემაში მაყურებელს შეუძლია აიღოს ტელეფონი და დაუკავშირდეს ეთერს და ყველას გასაგონად თქვას თავისი პოზიცია. ზარია ეთერში, გისმენთ? აიო. გისმენთ, თქვენ ეთერში ხართ? ხო, გასვით. მესმის, ხმამაღლა ისაუბრეთ, გთხოვთ და დაიწყეთ. ხო, მაგასალ არ გადმიზოლე. დიახ. არ გადმიზოლე. ვერ გავიგე. არ გადის. რა არ გადის? ვერ გებულობ, მაპატიეთ. საუბარი თუ გსურთ, მე გისმენთ ეთერში ხართ. ზურეკ, მაგრამ არ გადის. კარგით, მე მშვიდობებით არის ავტორს, ძალიან მწუხვარ, არ დამყარდა ჩვენი კავშირი, ალბათ ან რადიო, ან ტელევიზორი იყო ჩართული და იქ ცდილობდით საკუთარი ხმის მოსმენას. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, მართლაც რომ ძალიან კარგი გადაცემა გამოგვივიდა, ყველა გულით და სულით საუბრობდა ამ ეთერში, მაყურებელი, რადიომსმენელი, თავად მეც ალბათ უნდა ვთქვა სიმართლე. გემშვიდობებით, ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი დღევანდელ ინტერაქტივს. ნახვამდის.